წმინდა თეოდორე სტუდიელი დიდსა ხუთშაბათსა ვითარმეთ ჯერარს მარადის ხსენება ქრისტეს ვნებათა და რათა განკრძალულად ვეზიარებოდეთ ქრისტეს საიდუმლოთა. გვაკურთხენ მამაო. ძმანო და მამანო, რაიმცა იყო ესოდენ საწადელ და შვენიერ და სარგებელ სულისა, ვითარ იგი მარადის ხსენება ვნებათა ქრისტესთა, რომელნი ცხოვრებისა მომატყვებელ ექმნეს სოფელსა და სიკვდილსა მას მისა დიდებულსა, რომლითა ვპოვეთ აღდგომაი ყოველთა და უხრწნელება საუკუნო. რამე თუ ჟამი არს ყოვლისა საქმისა, ვითარცა წერილ არს, ხოლო მაცხოვრისა ჩვენისათვის აღსრულებულთა მათ საიდუმლოთა განგებულებისა, მარადის სიტყვად და გონებად ჯერ არ სჩემდა და ბრძანებულ. ხოლო უფროსად დღეთა მათ დიდებულთა, რომელსა შინა აღასრულა პასქა იგი გამოხსნისა ჩვენისა, არა ხოლო სიტყვად, არამედ საქმითაცა ზიარებად, ვითარცა იტყვის მოციქული. უკეთუ მისთანა ვივნოთ, მისთანავე ვიდიდნეთ და კვალად ჩვენ ცხოველნი ესე, რომელ მოვსწყდებით მისთვის. ხოლო ხსენება ვნებათა ქრისტესთა და განგებულებათა მათ მისთა გამოუთქმელთა, განწმენდელ არს სულისა და განმანათლებელ გონებისა და სიხარულ მერმისა მის საღმრთოისა ბრწყინვალებისა. რამე თუ ესრეთ იტყვის მოციქული, მარადის გეხაროდენ, მოუკლებლად ილოცევდით, ყოველსა შინა მადლობდით. ამათ სამთა სათნოებათა მიერ აღესრულების ყოველი სახე ცხოვრებისა ჩვენისა. რამე თუ რაჟამს ყოვლადვე მოუკლებლად ამათ შინა იქცეოდეთ და ცხოველს მყოფელთა ვნებათა ქრისტესთა ვიწურთიდეთ, არასადა ჰპოვებს მტერი ადგილსა ჩვენ შორის. და ესე არ სასწაული სიყვარულისა ჩვენისა ღვთისა მიმართ ჭეშმარიტი და განცხადებული, რომლითა გამოვჩნდეთ სათნოდ მისა, რომელმანცა დასდვა სული თვისი ჩვენ მტერთათვის და განდგომელთა, ნუცა დავხსნებით, ნუცა სულმოკლე ვიქმნებით უდებებით, ღვაწლთა მათ შინა ღვთისმსახურებისათა და სათნოებისათანა მსახურებასა შინა ძმათასა, ფსალმუნებასა შინა და ხელსაქმარობასა, მარხვასა ზომიერსა და განშორებასა გემოთ მოყვარებისაგან, აღვირ ასხმისა საცნობელთასა და განკრძალულად პრობასა, დაცვასა გონებისასა გულის სიტყვათაგან განმხრწნელთა სულისათა და დამაბნელებელთა გონებისათა, ყოვლითა სულგრძელებითა და მოთმინებითა დამარხვად თვითოეულად, რათა ვითარცა კეთილნი მუშაკნი, ღირს ვიქმნეთ მოღებად თვითოსახეთა მათ მადლთა ყოვლადწმინდისა სულისათა. არა ვხედავთა მხედართა ქვეყანისათა, ვითარ იგი გულს მოდგინეთ და წადიერად შეუდგიან მეფესა ქვეყანისასა, უფროსთა და უმრავლესთა, რომელთა არარაიმიელის ქველის მოქმედებაი მეფისა მისგან განხრწნადისა. და ესრეთ მხურვალედ წარყვიან იგინი და მოსწრაფეთ, სადა უკვე გინა ვითარცა ბრძოლათა მიმართ და სროათა და სიკვდილთა ფერადთა და ესე საწუთოისაა მის დიდებისათვის და განხრწნადისა სიმდიდრისათვის. ხოლო ჩვენ ვინაიდან სასუფეველად ცათა წოდებულ ვართ, საუკუნოისა მის ცხოვრებისა, სიხარულსა მას გამოუთქმელსა და მცონარ და დახსნილ ვიყვნეთა და არა ყოლითა გულს მოდგინებითა და მოსწრაფებითა წარუდგინეთ თავნით თვისნი ღმერთსა, ვითარცა მხედართა ქრისტესთა სამეუფოთა. გამოიძიენი დღა წერილნი საღმრთონი, რომელნი მარადის გიბყრიან ხელთა შინა თქვენთა და იხილენი და განიცადენით საუკუნითგანი წმიდანი, თუ ვითარ სათნო ეყვნეს ღმერთსა. რაბამი იყო მათი იგი გულს მოდგინება, რაბამი მხურვალება სულისა,
რაოდენი მოღვაწება იაჩვენეს და ვითარ იგი ადიდნა სახიერმან ღმერთმან ჩვენმან ამას სოფლსა ნიშებითა და სასწაულებითა და საკვირველებითა, ვიდრეღა ღმრთად საგონებელ იქმნეს სოფლისა და მერმისა მის უოხჭნოსა ბრწყინვალებისა შარავანდეთთა აქავე გამოაჩინებდეს. არა ხოლო თუ იგინი, რომელნი პირველთაგან კეთილიყვნეს და შეუსწავებელ ბოროტისა, არამედ რომელნი განდრეკილ იყვნეს პირველ და დამძიმებულნი, ცოდვათა სიღრმითა დანთმოლიყვნეს, სინანულისა მიერ კეთილისა ესოდენსა აღიწივნეს სიმაღლესა სათნოებისასა, ვიდრეღა უზესთა ეს მრავალთა ექმნეს მათგანთა, რომელნი პირველითგან არაშთავდომილ იყვნეს ცოდვასა და არღა ერთი არს მიზეს უდებებისა, გარნა დახსნილება გონებისა და ულმობელობა გულისა, რომელსა იტყვის მოციქული, განიღვიძე, რომელსა ეგე გძინავს და აღზეგ, რომელი ეგე მომკვდარ ხარ და განგანათლოს შენ ქრისტემან. გინა სიტკბოებასა სიმდიდრესა მისისასა და სუგრძელებასა შეურაცხყოფ, ვერ გიცნობიეს რამე თუ სიტკბოება იგი ღვთისა სინანულად მოგიყვანებს შენ, ხოლო სიფიცხითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა, დღეს ამას რისხვისა და გამოჩინებისა სამართლად მსაჯულობისა ღვთისასა, რომელმან მიაგოს თითოეულსა საქმეთა მათთაებრ. აწ უკვე იხილე შეურაცხის მყოფელმან მაგან და შესრწუნდინ თქმულთა მათგან საშინელთა და განიბრთხვე ძილისა მისგან მცონარებასა, რამე თუ უცნაურად მომავალ არს სიკვდილი და აჰა ესერა განვალთ ყოველნივე ამიერ და ნეტარ არს იგი, რომელიცა ცხოვრებითა კეთილითა და მოქალაქობითა საღმრთოითა განვიდეს ამის ცხოვრებისაგან, რომელსა აქუნდეს ღმერთი თანამოღვაწედ და თანამწყალობლად თვისად, არა შესრწუნდეს იგი ჟამსა განსვლისა თვისისა ანგელოსისა მისგან მოვლინებულისა მისდა, არამედ სიხარულით განიცდიდეს მას და წადიერებით ვიდოდეს მეუფისა მიმართ თვისისა. ხოლო უკეთო არა ესე ვითარი აქუნდეს მოქალაქობაი და კეთილნი საქმენი, შეიწრდეს იგი ყოვლით კერძო და შეშფოთდეს და არავინ აქუნდეს ნუგეშინის მცემელ, არამედ ოხერი იქმნეს და უღონო ყოვლისავე შეწევნისაგან. რაიმე იყოს მოსაგებელი ესე ვითარისა მის სულისა, გინა ვითარ წარს დგეს წინაშე საყდართა ქრისტესთა, რამე თუ ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დანიილ, მდინარე ცეცხლისა სდიოდეს წინაშე პირსა მისა, ათასნი ათასთანი მდგომარე იყვნენ წინაშე მისა და ბევრნი ბევრთანი სახურებდნენ მას. დამსაჯული იგი საშინელი და თვალუხვავი და სიტყვის მიცემაი, ვიდრე უნდო ისაცა სიტყვისადნე მიეხდებოდეს, ვითარცა წერილარს სახარებასა შინა და ვითარ უკვე თავსიდვას ესე ყოველი სულმან მან უბადრუკმან, რამე თუ ნამდვილვე საშინელ არს შევრდომა ხელთა ღვთისა ცხოველისათა, ხოლო კვალად უსაშინლეს არს რაჟამს ესმას სამართალი განჩინებაი, მიცემაი მისი დაუსრულებელსა მას სატანჯველსა. ამისთვის გევედრები ძმანო ჩემნო საყვარელნო, ვიღვაწოთ მოსწრაფეთ სათნოყოფად ღვთისა სინანულითა, პირველ მოწევნად მდეს სიკვდილისა, რათა მოწყალე იქმნეს სახიერი ღმერთი მეუფე ჩვენი ჩვენზედა და მოვიგნეთ მოყვარედ ანგელოსნი იგი, რომელნი მერმეს ამას მოწევნად არიან ჩვენდა და მოვიგნეთ მღვიძარეთ თვალნი სულისანი, მოვიგოთ გონებაი ყოვლად უძლეველი წყობასა შინავნებათასა, რათა უკეთო მცირედ მოვდრკეთ მეხსეულად აღვემართნეთ, სიმრავლითა ცრემლთათა განხურვებულნი იგი
ისარნი მტერისანი დავშრიტეთ და ნაცვლად განვიხურნეთ გულნი ჩვენი სურვილითა ქრისტესითა. დიდი შემწეარს ლოცვა მართლისა, ვით არცა წერილარს, ამისთვის გვიხს ჩვენ ნამდვილვე ლოცვა უძილი. რამე თუ ერთი არს ხსენებაი ურთიერთარს, დიდი ძალი აქვს ცრემლთან მობიერებასა და პირველ ყოვლისა და შემდგომად ყოვლისავე მოღებაი უხრწნელსა ხორცსა და სისხლსა ქრისტესა, რომლისათვის რაჟამს გხედვიდე თქვენ უდევებითა და წარმდებად ფრიად დამიკვირდების, რამე თუ არცა თუ შვიდეულსაშინა კვირიაკისასა ერთ გზის განემზადებით მოღებად. რაღაცა თუ მონასტერსა არავიყვნეთ, დღითი დღე აღვასრულებდეთ მსხვერპლსა მას უსისხლოსა და რომელსა ენების მოღებად ეზიაროს განკრძალვითა ფრიადითა. ხოლო აქა იშვიათად აღვასრულებთ უღონოებისათვის სიმარჯვესა და არცა ეგრეთვე ვინ მოსწრაფე არნ მიმთხვევად მარგარიტსა მას საუფლოსა. ხოლო ამას რა ვიტყვი, არათუ წარმდებებით და უღირსებით გაწვევ ზიარებად ნუ იყოფინ, რამე თუ გვესმის აჰა ესერა მოციქულისა, რომელსაცა დღეინდელსა ამას დიდებულსა ბრწყინვალესა დღესა წარვიკითხავთ. გამოღაიცადენ თითოეულმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგანი ჭამენ და სასმელსა მისგან სუნ, რომელი ჭამდეს და სმიდეს უღირსებით, დასასჯელად თავისა თვისისა ჭამს და სვამს, რამე თუ არა გამოიკითხა ხორცნი უფლისანი. არა ვიტყვი ამას ყოფად, ნუ იყოფინ, არამედ რათა სურვილთა მათ ზიარებისათა განვიწმინდნეთ თავნი ჩვენი ყოვლისაგან არაწმიდებისა, რაოდენცა ძალგვედვას და ღირს ვიქმნეთ მიმთხვევად ნიჭსა მას წმიდასა, რამე თუ თანამოდგამობა არს ცხოვრებისა წინამდებარე ესე პური. ვით არცა თქვა უფალმან, ვით არმედ მე ვარ პური, რომელიც ზეცით გარდამოვხედ. უკე თუ ვინმე ჭამოს ამის პურისაგან, ცხონდეს უკონისამდე და პური რომელი მე მოგცე თქვენ, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივცემ ცხოვრებისათვის სოფლისა. და კვალად იტყვის, რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა ეგოს და მე მისთანა. იხილია სიმაღლე და სიმდიდრე ნიჭთა ამად გამოუთქმელთა და მიუცდომელთა. არა ხოლო თვით თავსიდვა ჩვენთვის სიკვდილი ჯვრითა, არამედ თავი თვისი მოგცა ჩვენ საჭმელად და წინა დაგვიგო ყოველთა ერთბამად. რაი არს უკვე უფროს ამისა გამომაჩინებელი სიყვარულისა სამღვთოისა ჩვენ და მომართ. გინა თუ რაიმცა იყო საცხოვრებელი ჩვენი უფროს ამისა, რამე თუ აჰა ესერა აღასრულა დღეინდელსა ამას დღესა სერობაი იგი საიდუმლოი შორის მოწაფეთა სახედ მისა, რომელ ეგულებოდა ხვალისა შეწირვად თავი თვისი მამისა, სახსრად ყოველთათვის ქორსა მასზე და საიდუმლოსასა. განტეხა პური და განუყო მოწაფეთა, ეგრეთვე სასმელი იგი თავად მან და რქვა მათ. ესე არს ხორცი ჩემი და სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა და ამას ყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა. რომლისა რაიმცა იყო უმაღლეს და უმჯობეს, რომელნიცა ღირს იქმნებოდენ მოღებად, აჰა ესერა პურსა ამას ლიტონსა და სასმელსა წინაშე ჩვენსა მდებარესა. არავინ არს რომელიმცა დააკლდა დღითი დღე და უკე თუ ვინმე ერთ გზის მცა დააკლდა, დღითი დღე მწუხარე არნ ფრიად, ვინაიდან უკვე არა ლიტონი პური არს, არამედ პური ცხოვრებისა და სასმელი არა თუ ლიტონი, ესე სასმელი უკვდავებისა. ვითარ უკვე გარეწარად შევრაცხოთ იგი და არა სათანადო და ყოვლად საჭიროდ. ჰოი რაოდენისა უკვე უგულისხმოებისა და უგუნურებისა საქმე არს ესე.
გარნა ამიერიდან გლოცავ თქვენ და გევედრები, რათა განეკრძალნეთ და გულისხმავყოთ ძალი მადლისა ამის და ნიჭისა და რამდენი იგი შესაძლებელი იყოს, განიწმიდენით თავნი თქვენი, რათა არა დააკლდებოდეთ მოღებად, განმწმენდელსა მას სულთა და ხორცთასა და კვალად სმენად და ხილვად მოსწრაფებიყვნეთ აღსრულებასა უხრწნელის ამის მსხვერპლისასა და რაჟამს გვეუწყოს სარეკელისა მიერ ნუნცარა დაგახრწევთ მისვლად. დაღაცა თუ ხელსაქმარი იყოს, კინა ზრახვა მეგობრისა თანა, კინა რაიცა საჭირო საგონებელი შენ მიერ, ყოველივე დაუტევე და მოსწრაფედ მოუხედ საიდუმლოსა მას მეუფესა ზეცათასა მსახურებად და აღსრულებად. უკვე თუ განმზადებულიყო, მიიღე საფასე იგი წარმოუცალიერებელი მრავლითა სურვილითა და ლმობიერებითა. და ესე საქმე ჭეშმარიტებით მარადის გექმნეს მიზეზ სიწმინდისა და განკრძალვისა, განმზადება მარადის და ზიარებად ქრისტეს საიდუმლოთა, რამეთო გარეწარად შერაცხვად ზიარებისა და უდებებით და წარმდებებით განყინება მისგან ულმობელად განსახრწნელ ვნებათა მყოფს ჩვენ და ყოვლისავე განკრძალვისაგან უცხოთ, რომელი ესე სიკვდილი არს სულისა. არამედ ღირს მყვნეს ჩვენ ქრისტემა ღმერთმა ჩვენმან დიდებულსაცა ამას დღესა და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა დაუსჯელად მოღებად უხრწნელსა და ცხოველს მყოფელსა ხორცსა და სისხლსა თვისა, რომელიცა მექმენინ ჩვენ საგზალ ცხოვრებისა განსვლასა ჩვენსა ამიერ და მცველად ცხოვრებისა ჩვენისა და მომატყვებელ საუკუნოსა მის ნეტარებისა, მადლითა და კაცთმოყვარევითა თვისითა, რომელსა შვენის დიდება, პატივი და ძლიერება, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.